აღმოჩნდა, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი არის გამოკვლევების მიხედვით 91%-ს ყავს ახლო მეგობარი. ეს საკმაოდ მაღალი პროცენტია სხვა ქვეყნებთან შედარებით. მაგალითად, ზოგიერთ ქვეყანაში არიან ადამიანები, რომელსაც 20%, 29% საერთოდ არ აყავს მეგობარი, როცა ასეთი დაახლოებით 9%-ია საქართველოში. კიდევ სადღაც 10% არის იმ ადამიანების, ვისაც 11-ზე მეტი მეგობარი ყავს. აი მე სწორედ ასეთ კატეგორიაში აღმოჩნდი და მინდა რომ ამ ადამიანებს, ჩემს მეგობრებს დიდი მადლობა გადაუხადო, რომ ჩემთან ერთად იყვნენ ჭირში, ლხინში, მაიმედებდნენ, მანუგეშებდნენ. მინდა მოგიყვათ კიდევ ჩემს მეგობარ ნიკუშაზე, რომელსაც მცირე შეზღუდული შესაძლებლობა ჰქონდა, გადაადგილება უჭირდა და კიდევ ერთი სისუსტე და ის ვერ არჩევდა ერთმანეთისგან და ბოლოს ხელი ჩაიქნია კითხვაზე. არ ვიცი როგორ ხდებოდა, მაგრამ სადღაც კვირაში ერთხელ დამირეკავდა ხოლმე და შემეკითხებოდა, თიკო როგორ ახარ, ძალიან მიყვარხარ, რამე ხო არ გჭირდება, იცოდე რომ დაგეხმარები. ნიკუშა აღარ არის ჩვენ შორის ნიკუშა. რა არის ღირსეული მეგობარი. მინდა რომ ასე ვთქვათ, ისაც ვისწავლე ნიკუშასგან, ეს ჩემს მეგობრებსაც გაუზიარო და უთხრა მიყვარხართ, როგორ ბრძანდებით და თუ რამე დაგჭირდეთ, მიგულეთ თქვენს გვერდით.